რაში ხარჯავს საქართველოს მოსახლეობა ყველაზე მეტ ფულს? საქსტატის მონაცემებით ეს საკვებია. შემოსავლის დიდი ნაწილი დანახარჯების 40%-ზე მეტი სწორედ სურსათის ყიდვას ხმარდება, რაც სპეციალისტების განმარტებით საგანგაშო მონაცემია. რაზე მიუთითებს სტატისტიკა და რაში ხედავენ გამოსავალ სპეციალისტები? სოფოდონაძის სიუჟეტი. საქართველოში ოჯახების ხარჯების 44% საკვებზე მოდის. საერთაშორისო სტანდარტებით ეს ნიშნავს, რომ მოსახლეობა ღარიბია. ორგანიზაცია ოქსფამის მონაცემებით საქართველოში არიან ოჯახები, რომელთა შემოსავლების 65% საკვებზე იხარჯება. შინამეურნეობათა 60%-ს კი სურსათის ყიდვა პერიოდულად ვალით უწევს. რა ნაწილიც მიდიოდა ჩემი შემოსავლის საკვებზე და ასე შემდეგ, ზუსტად ის ნაწილი მიდის ეხლაც. უბრალოდ შეიძლება ოდნავ მოიმატა მხოლოდ და მხოლოდ, იმიტომ რომ დოლარის კურსის ცვლილებასთან ერთად ბევრი პროდუქტი გაძვირდა. შემოსავლის 70% მაინც იხარჯება საკვებში. და წამლებსაც ჩავთვლით მაშინ. 2007 წლის მონაცემებით მოსახლეობის სასურსათო დანახარჯების წილი მთლიან სამხმარებლო ხარჯებში 57%-ს შეადგენდა. დღეისათვის ეს მაჩვენებელი 13%-ითაა შემცირებული. საერთაშორისო სტანდარტების მიხედვით ქვეყანა ღარიბი იმ შემთხვევაშია, თუ კი მისი მოსახლეობის სასურსათო ხარჯები მთლიანი შემოსავლის 30%-ია. რაც უფრო დაბალია შემოსავალი, მით უფრო მაღალი წილი უკავია ამ შემოსავლებში ხარჯებს სურსათზე, კვების პროდუქტებზე. თუმცა ეს სრულებითაც არნიშნავს, რომ ღარიბ მოსახლეობა უფრო მეტს მოიხმარს, ვიდრე მდიდარი. აქ ლაპარაკია პროცენტულ მაჩვენებელზე და ეს არის არაპირდაპირი ინდიკატორი საზოგადოების საერთო კეთილდღეობის დონეზე. ეკონომისტთა ნაწილი სახელმწიფოს მიერ გატარებულ პოლიტიკას მოსახლეობის სოციალური ფონის გაუმჯობესების კუთხით დადებითად აფასებს. თუმცა მიაჩნია, რომ სახელმწიფო პროგრამებში მოსახლეობის მეტი ჩართულობა უკეთეს შედეგს გამოიღებს. ყოველწლიურად სახელმწიფო უნდა ეცადოს და შეამსუბუქოს მოსახლეობისათვის სოციალური დანახარჯების საკითხი. ეს მათი შემოსავლების ზრდით მიიღწევა ძირითადად. პროექტები, რომელიც უნდა განახორციელოს სახელმწიფოსთან მოსახლეობის ფართოფენა შეიძლება იყოს ჩართული სახელმწიფო მხარდაჭერების, სადაც რეგიონებში განსაკუთრებულად ფინანსებთან წვდომა გაიზრდება. ყოფილ საბჭოთა ქვეყნებს შორის მოსახლეობის მიერ კვებაზე დახარჯული თანხების წილი ყველაზე მაღალი 55%-ზე მეტი უკრაინაშია. რუსეთში ეს მაჩვენებელი 28%-ს შეადგენს. რაც შეეხება განვითარებულ ქვეყნებს, იქ ოჯახების ხარჯებიდან საკვებზე მხოლოდ 8 ან 9% იხარჯება. ევროკავშირის მასშტაბით ეს წილი ყველაზე მაღალი 25%-ია.